სრულად საქართველოს უპირველეს ყოვლისა ულოცავ შობის დღესასწაულს, სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში. გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ამძიმებს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ ამ დღეს ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, ეს სიკეთე სულად შევიცნოთ და ქრისტე დაიბადოს ჩვენს გულში. ამიტომ ულოცავ არა მხოლოდ საქართველოში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ქვეყნის გარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ულოცავ დღევანდელ დღეს და ყველა მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს უსურვებ. ეპისტოლეში პატრიარქმა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება ბატონო შალვა და ამაზე ჩაგეკითხებით თუ შეიძლება ქრისტიანულ ღირებულებებზე, რელიგიის ქმედებებზე არის საუბარი სწორედ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების პრობლემაზე და გამოძიებაზე. ასევე თავისთავად ყველაფერში მნიშვნელოვანი არის ბალანსი და ჰარმონია. და ეს არის სამწუხარო ის გამრუდებული იდეა ლიბერალიზმის, რომელიც წლების განმავლობაში თავს ეხვეოდა სხვადასხვა დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლება და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო ეს, რომელმაც სრულად ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება და ამითი მიეცა ყველა შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა ისაუბროს, რომ გაფეტიშება არაფრის არ შეიძლება. მათ შორის არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. და ამის კარგი მაგალითი არის საქართველო, როდესაც ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად საცდელ ცხოველებად ყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა თავდასხმა სიტყვიერი არათუ რაღაცნაირად დაშვებული იყო, არამედ ამის მისალმება ხდებოდა და დღემდე ხდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ჩვენ ვხედავთ ადამიანები, რომლებიც შუბში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან. ჩვენ ვხედავთ ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მიუვარდნენ და გამოლანძღეს, ეს ადამიანები არიან ჩახუტებული სხვადასხვა ევროპული საელჩოს და ელჩის მხრიდან და ფინანსდებიან უხვად ბრიუსელიდან. ეს არის ზუსტად, რომ საცდელ ცხოველებად ყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი ადამიანს და ამას მიუთითებს სწორედ პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს და მათ შორის იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყური დაუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ NGO-ებს, ანუ ყური დაუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას. ბატონ შალვა, გუშინ სასულიერო პირები საუბრობდნენ შეწყალების აუცილებლობაზე, მათ შორის თქვენ მეუფეში, რომელიც მოგიწოდათ გუშინ, მეუფე ნიკოლოზი ამბობდა, რომ შეიძლება დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელი არის გადაჭარბებული. შეიძლება თუ არა ამ საკითხს მიეცეს მსვლელობა, რადგან ეკლესიიდან ასევე არის სურვილი, რომ ხელისუფლება მოწყალება გამოხატოს აქციის მონაწილეების, დაკავებული მონაწილეების. შეწყალება არ გახავთ ჩემი კომპეტენცია, ეს გახავთ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია. მაცადეთ, დავიწყოთ წინანდ. ეს გახავთ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, ამიტომ მისი გადასაწყვეტი არის, ვინ როდის და რა მოტივით შეიწყალოს. რაც შეეხება მათ, ვინ ჩაიდინეს დანაშაული. ნებისმიერ დანაშაულს მოძდებს სასჯელი და ამის გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ დღეს მცდელობა არის, რომ დანაშაული მოგყიდონ როგორც კეთილი საქმე, რომ ძალადობა მოგყიდონ როგორც სიყვარული, რომ პარლამენტის დაწვა მოგყიდონ
როგორც დემოკრატიის ზეები. აი ამას აკეთებს დღეს უცხოური დაფინანსებით, აკეთებენ დღეს უცხოური დაფინანსებით ბრუდე ქართველები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დანაშაულს მოხდეს სასჯელი, ერთი და მეორე, ვისაც ყოფნის იმის სითამამე რომ ჩაიდინოს დანაშაული, იმის სითამამეც უნდა იყოს, რომ ამ დანაშაულისთვის პასუხი აგოს. რაც შეეხება შეწყალებებს, ეს გახლავთ ჰუმანური აქტი, რომელსაც ხო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ითქვას, რომ საუბარი გვაქვს ჩვენ დამნაშავეებზე და ამის თქმა არ უნდა და ამას აქეზებენ დღეს ზოგიერთი უცხოეთიდან, მათ შორის მათგამოზის ზოგიერთი დღეს ციხეში. ბატონო შალვა, მიხეილ სააკაშვილი დევანდელი დღის გამოყენებას ცდილობს პოლიტიკურად. შეწყალება არის ჰუმანური აქტი. დიახ. და როცა სასულიერო პირები მოგიწოდებენ, რომ ის სასჯელი, რომელიც არის დაგესრებული ამ ადამიანებზე, შეიძლება იყოს გადაჭარბებული, თქვენ როგორც პოლიტიკური პირი რას ფიქრობთ? შეიძლება თუ არა, როცა ამ ხელ კრიზისი გამოიწვია ამ პატიმრების არსებობა ქვეყანაში, თქვენთვისაც მათ შორის, შეიძლება თუ არა ახლა ამ საკითხზე ეს საკითხი დაიწყოს? ყველა სასჯელი არის თანაზომიერი, სასჯელის თანაზომიერებას განსაზღვრავს საქართველოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა თქვა. რაც შეეხება თავად საკითხს, თავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ უნდათ გარედან თავს მოგვახვიონ ძალადობა, თავს მოგვახვიონ ზიზღი, თავს მოგვახვიონ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედება და ეს ყველაფერი მოვყიდონ როგორც პროევროპულობა, რომ თურმე მოლოტოვის კოქტეილის დამზადება, ბენზინის ჩასხმა, შემდეგ შიგნით ნაჭრის ჩადება, წაკიდება და ადამიანისთვის სროლა და ცეცხლის წაგება ადამიანისთვის ეს არის პროევროპულობა. ამას ამბობს დღეს ბრიუსელი. ამას ამბობს, რომ ადამიანისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის პროევროპულობა. თქვენ დააკვირდით, როდესაც ბრიუსელის და ზოგიერთი მათი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის თუ წარმომადგენლის საუბარი ამბობენ უსამართლო გასამართლებულებზე რაღაც ასე ტერმინია. ვინ არის უსამართლო? მოლოტოვის კოქტეილი არის უსამართლობა? ეს ამას გვეუბნება? კიდევ ერთხელ მთავარი საკითხი არის ერთი, რომ ის ვინც დანაშაულს უნდა ეწოდოს დანაშაული. აი ეს არის მთავარი. როდესაც დანაშაულს უწოდებენ რაღაც სათნოს აქციელს ბრიუსელიდან და ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი არის უსამართლოდ დაჭერილი, რომ საკუთარი ცოლის პირადი ცოლის გამოყენებით პირადი ცხოვრების ჩამწერი ადამიანი უსამართლოდ დაკავებული, რომ თაღლითი არის უსამართლოდ დაკავებული, ამას რომ ამბობს ბრიუსელი, უპირეს ყოვლისა თქვენ აიღეთ სია არა, ბოდიში არა, როგორ გეკადრებათ. თქვენ პლაკატებს ხო ხედავთ ხოლმე, სახელს და გვარებს ხედავთ ზედ რა წერია ამ პლაკატებს. ეგრეთ წოდებული უსამართლო პატიმრების თუ რასაც ეძახიან. სახელს და გვარებს და სიას ხო ხედავთ. ყველა იგულისხმება მათში. ადამიანის ცოცხლად დამწველიც იგულისხმება, საკუთარი ცოლის ხარჯზე რაღაც პირადული ვიდეოების გადამღები ადამიანის იგულისხმება, რომელიც იდეოლოგიური ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი ამ მოძალადე ჯგუფების. თაღლითებიც იგულისხმება და ყველა პოლიციაზე თავდასხმელები, პარლამენტის დამწველები და ეს მოგვეყიდება დღეს როგორც ევროპულობა და ეს აჩვენებს ზუსტად ეს არის მტკიცე, ზუსტად ეს არის დასტური ევროპის ღირებულებითი დაღმასვლის და იმის რომ ბრიუსელს დღეს ევროკავშირი მიჰყავს ცივილიზაციურ უსხულთან. ზუსტად ეს ადამიანის დაწვას რო ეძახიან პროევროპულობას, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა მოხდეს საერთოდ. ბატონო შალვა, მიხეილ სააკაშვილს უნდა კითხოთ. ბათაშოვის ადამიანებს წვავდნენ ევროპაში, წვავდნენ ევროპაში შუა საუკუნეებში წვავდნენ და ეს თუ არის პროევროპულობა, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა და ადამიანის ცოცხლად დაწვა არის პროევროპულობა, კი ბატონო არის, ოღონდ არის რამდენიმე 100 წლეულის წინანდელი ევროპულობა. ბატონო შალვა, და აი ეს არის ზუსტად ამ იდეოლოგიაში არის ჩარჩენილი. ეს არის ზუსტად ეს არის. თქვენ რა გულენ მოლოტოვის კოქტეილი რისი სიმბოლიზმია? ზუსტად აი იმ შუა საუკუნეების კოცონზე დაწვის ადამიანისა, ვისაც არ ეთანხმებოდი იდეოლოგიად. ამის სიმბოლო არის მოლოტოვის კოქტეილი და ამ ხრივ კი ბატონო ეს ნამდვილად პროევროპული არის, ოღონდ რამდენიმე საუკუნის წინამდე. ბატონო შალვა, სასულიერო პირების აზრს თქვენთვის მნიშვნელობა არის ეს არის ესეც ცდილობა არის რომ საზოგადოებაში შემოიტანო რაც შეიძლება მეტი უთანხმოების საკითხი. ესეც მოდის გარედან, ჩვენ ვნახეთ NGO-ები, რომელიც ზუსტად ამ იდეოლოგიას თესავენ
რომ ნუმეროლოგიით არიან დაკავებული, რომ საზოგადოება ხალხი არ უნდა თანხმდებოდეს 25 დეკემბერი, 7 იანვარი, 8 მაისი თუ 9 მაისი გახსოვთ შარშან ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით 9 მაისი არც კი მიულოცეს ქართულ ხალხს. ასობით 300,000 ადამიანი დაიღუპა ქართველი იმისთვის, რომ ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან და 9 მაისს ჩაატარეს ევროპის დღე, ისე რომ თავის დაფინანსებული ხალხს არავინ არ დაპატიჟეს და არც კი მიულოცეს ქართულ ხალხს და მადლობა არ გადაუხადეს ერთი სიტყვით ევროპელებმა ქართველებს, რომელსაც 300,000 ადამიანი შეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. აქაც ამიტომ აკეთებენ, რომ ვერ უნდა შეთავდეს ხალხი 8 მაისი, 9 მაისი, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, 25 დეკემბერი, 7 იანვარი. ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აქამდე ამერიკის წინა ადმინისტრაცია უდგა თავში, მილიონებს ხარჯავდა ამისთვის. ახალმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეცვალა ეს პოლიტიკა, ამხილა ეს მავნე ჩარევის პრაქტიკა და დღეს ევროკავშირი არის დაკავებული ზუსტად ამ მავნე პრაქტიკით საქართველოში, ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის, ყველაფერი დავაკვირდით. სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა, თავდასხმა პიროვნული, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა. ეს არის სამარცხვინო, რომ თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, მოლოტოვის კოქტეილთან, რომელსაც შეგახსენებთ, რომ აფინანსებდა ევროკავშირი მის პოპულარიზაციას. ამას აკეთებენ და სწორედ ამის შეცვლა გვინდა ჩვენ, რომ ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა, უნდა შეიცვალოს, თორემ სხვა შემთხვევაში თვითონ გადაიჩეხებიან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენ ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უბსკურში, სადაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირი. ინფლაციის მაჩვენებელი არის შემცირებული. ამაზე შეიძლება რომ გითხოვთ ბატონო, ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით. ხელს რა გიშეცო კითხოთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეს ყველაფერი. თქვენ რატო არ გიკითხებთ? რატომ არ გიკითხებთ? რა თქმა უნდა ესეც სამარცხვინოა, რომ მათ შორის სხვა ჭtildeოვანად ევროპიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილს წამებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ასეთ ინსინუაციებს იგონებენ, რომ თითქოს არა, ეს ინსინუაციები ამ ინსინუაციების ავტორები არიან ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიები. ეს არის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე, როდესაც ასეთ ინსინუაციებს აკეთებთ, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება. ამიტომ ეს გახავთ საქართველოსში მოქმედმა საელჩომ მე მგონი ირანთან თანამშრომლობაზე როცა აქცენტია, უნებრივად ის შეიძლება თქვა, რომ თქვენ მიჩნდეთ თავად. ხო. სადაც საკუთარი გუნდი. იმ შემთხვევაში თუ ხორვატიის საელჩო ამერიკაში ხორვატიის საელჩომ გამოვაქვეყნა, ხორვატია იგულისხმა, მონტენეგროში რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოვაქვეყნა, მონტენეგრო იგულისხმა. პირველი წერა-კითხვის მინიმალური უნარებია საჭირო და კონტექსტი ცოდნა ამის გაგებს და მეორე ეს ნიშანდობლივია, ეს გახლავთ ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე, რომ ცილი დასწამონ და ქართველი ხალხი განაწყონ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინააღმდეგ. ეს არის ზუსტად ჩამოგდება იმ რაღაც ბოროტი განზრახვისა, რომელიც ბრიუსელის დაფინანსებული მედიები დღეს პირდაპირ ამ ცილის წამებით თავს ესხმიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. კითხეთ და რატო არ გიკითხებთ ამერიკის შეერთებული შტატებთან დაკავშირებით გუშინ თქვენ გამო რატომ არ გიკითხებთ? კითხეთ, ამიტომ კითხეთ ამერიკის ხო მარტივი არის, ხო იცით, ყველა მიცით ამერიკის შეერთებული შტატების მისამართიც იცით, მათი პრესტიჟუნებიც იცით, კითხეთ და გიპასუხებენ. და ამ ეს ინსინუაციები არის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ვენესუელასთან დაკავშირებით გუშინ გამოაქვეყნეთ პოსტი, სადაც ევროკავშირის მდგომარეობაზე საუბრობ.
და საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გავხადოთ, რა შუაშია ევროკავშირი მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს ვენესუელაში სამხედრო ოპერაციას, როგორც ისინი ამ ყველაფერს წოდებენ და თქვენ ამბობთ, რომ ევროკავშირმა დაკარგა ძალა. და რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთს? ევროკავშირის წევრი ქვეყანა საფრანგეთი არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. ევროპის ნაწილი დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ყოფილი წევრი და ევროპის საერთო პოლიტიკაში მოაზრებული დიდი ბრიტანეთი გახლავთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. ორი ევროპული ქვეყანა გახლავთ 5 წევრიდან 2 არის ევროპული ქვეყანა. და ასე რა შუაში. აბა მაშინ ევროკავშირის მალიში რა უნდა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში რა უნდა და სადაც ხო ჩვენც ვიყავით ევროკავშირის მისიებში. ევროკავშირი თუ კი აცხადებს პრეტენზიას და რამდენიმე წლის წინ ევროკავშირი იყო მეორე ეკონომიკა მსოფლიოში და პირველიც კი მე მგონი. და დღეს ხედავთ, სად არის დასული საკუთარი არასწორი პოლიტიკის შედეგად. ეკონომიკურად არის ნულის გარშემო ტრიელებს მისი ეკონომიკური ზრდა, არის ეკონომიკური სტაგნაცია, გადაუსწრო რამდენჯერმე დიდი ასე ვთქვათ შუალედით გადაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც თანაბარი ეკონომიკა ჰქონდა სულ რამდენიმე წლის წინ. ეს არის მათი გაუაზრებელი თავქარიანი პოლიტიკის შედეგად და აქ არიან ის ეკონომიკურად და სადაც არიან პოლიტიკურად, ამასაც ხედავთ. მაგიდასთანაც კი არ ეტპატიჟებიან, საუბრობენ ერთის მხრივ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადამწყვეტი ომი და ამ მოლაპარაკებებზე მაგიდასთანაც კი არ სვავენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ასე რომ ეს შესაბამისად ამიტომ ევროკავშირი ბრიუსელმა ეს პირველად ბრიუსელის თავქარიანმა პოლიტიკა მისი არარჩეული ბიუროკრატების გაუაზრებელმა ანტიევროპულმა პოლიტიკა მიიყვანა აქამდე დღეს რომ სახვეწრაც აქვს საქმე რომ იქნებ რაღაცაში ჩართონ, იქნებ სადმე მოლაპარაკებებში იყო გახსოვთ ამ რამდენიმე დღის წინ მაკრონმა განაცხადა რომ ერთი წამით გეტყვით ამ მაკრონმა განაცხადა რომ ის მზად არის რუსეთთან პუტინთან შეხვედრაზე და რა ხდება რა ვიცი რატო ვერ ხვდებიან აქამდე ამიტომ რა თქმა უნდა ევროკავშირი მოიაზრება ქვეყანა რომელიც მოსახლეობაც ორგანიზაცია რომელიც საერთო მოსახლეობაც 500 მილიონზე მეტი არის და რომლის ეკონომიკაც დღემდე მნიშვნელოვანი რჩება და არის ცივილიზაციური ცენტრი, როცა ვსაუბრობთ დასავლეთ ცივილიზაციას ვის გულისხმობთ ევროპას, ხო? და ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ერთხმის გლობალურ პროცესებში, ესაა ზუსტად იმის ბრალი, როგორ თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიუროკრატიას. ბატონო შავა, ამ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა სპეცოპერაცია და კონგრესმენებმა და სენატორებმაც კი არ იცოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს. და ბრიუსელი რა შუაშია ამ შემთხვევაში, როდესაც ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმაც კი არ იცოდნენ არაფერი და იცოდნენ მხოლოდ უმაღლესმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების. ხო და როგორც კონგრესს არ კითხა არაფერი ტრამპმა და თქვა, ხო მიზეზი რატომაც არ კითხა, რომ მე თქვაო გაჟონავდა ეს ინფორმაცია, ისე არ ეკითხება არაფერი ევროკავშირს. ასევე არ ეკითხებიან გლობალური ძლიერი ძალები, არაფერს ეკითხებიან ბრიუსელს. აი ეს დაიმართა ბრიუსელმა თავის თავს და რა თქმა უნდა, ევროკავშირი მაშინ თქვან რომ ეს არის ეკონომიკური კავშირი და მორჩა. როცა ამ საუბარი არის რომ არის პოლიტიკური ცენტრი და პოლიტიკური ძალა, რომელიც შეგახსენებთ არათუ დასავლეთ ნახევარსფეროში, აფრიკაში, მალიში, სამხრეთ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, მისი წევრების მონაწილეობით სირიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შეგახსენებთ რომ ვენესუელასთან სულ რაღაც რამდენიმე ერთი ქვეყნის გამოტოვებით, თუ ორი ქვეყნის გამოტოვებით საფრანგეთის ტერიტორია არის. ფრანგული გვენ ფიქრობთ რომ ევროკავშირი უნდა შეეთანხმებინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ოპერაცია ან უნდა ქონოდა კონსულტაციები ამ თემაზე? შეც საერთოდ ეს ამას შეც არ მნიშვნელობა საქმე ის არის რომ გამოდიან ევროკავშირის და ევროპელი ლიდერები ბრიტანეთის, საფრანგეთის სხვების ამბობენ დაბნეულები საუბრობენ არაფერი არ იციან უნდა გავეკვეთ ფაქტებში ეკითხებიან შეფასებას ხმას ვერ იღებენ როგორ შეაფასონ ის არ იციან იმიტომ რომ
ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს. დაასრულა არარჩეულმა ბიუროკრატიამ ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა. ჩვენ როცა საუბრობთ ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენს სურვილზე ევროკავშირის წევრობაში, ამაში ხომ უსაფრთხოებაც იგულისხმება. და თუ კი ევროკავშირს და ბრიუსელს არავინ არაფერს ეკითხება, რა უსაფრთხოების გარანტიებზე შეიძლება ქონდეს საუბარი, როდესაც არაფერს არ ეკითხებიან იმ ორგანიზაციას, რომელიც თავს გლობალურ მოთამაშეს ეძახის. ასე რომ კიდევ ერთხელ ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების თავქარიანმა, გაუაზრებელმა, ანტიევროპულმა, ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა განაპირობა ის დაღმასვლა, რასაც ვაკვირდებით ევროკავშირის მიმართ და იმას, რომ როგორც გლობალური ძალა ევროკავშირი დღეს აღარ არსებობს და როგორც ჩანს სამწუხაროდ ის ვეღარასდროს გახდება გლობალური ძალა. მაშინ რატო გვინდა ჩვენ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ თუ მსგავს ორგანიზაციაა უკვე ევროკავშირი? ანუ თქვენ ამბობთ რომ ევროკავშირს არ გააჩნია არავითარი ძალა, არავითარი ბერკეტი დღეს და მაშინ რატო გვინდა საქართველოს რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები? ასეთი ევროკავშირის წევრობა არ გვინდა ჩვენ რასაც უყურებთ ბრიუსელს. ჩვენ გვინდა რომ შეიცვალოს ბრიუსელი, იყოს დემოკრატიული, იყოს სუვერენიტეტის პატივისმცემელი, იყოს ევროპული ღირებულებების პატივისმცემელი, აი იმ ევროპული ღირებულებების რასაც დღეს აღნიშნავ. ქრისტიანობაზე არის დამყარებული ევროპული ღირებულებები. სხვა რამე კი არ არის ევროპული ცივილიზაცია. ქრისტიანული ცივილიზაცია მის საფუძველში. და როდესაც აყალბებ ამ იდეოლოგიას, როდესაც ქმნი ყალბ ალტერნატიულ იდეოლოგიას, როდესაც დევნი ნამდვილ ცივილიზაციურ იდეებს, რა თქმა უნდა, ის ევროკავშირი უკვე ევროპა აღარ არის. სამწუხაროდ, ევროპული კავშირი დღეს მხოლოდ სახელით არის ევროპული და სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად რჩება მასში ევროპული ცივილიზაციის მომენტები ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების წყალობით. შეაფასეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი ვენესუელაში რაც მოხდა, ეს რას ნიშნავს თქვენი აზრით, ჩვენთვის რას ნიშნავს და როგორ აფასებთ რას? უბრალოდ ყოველთვის ეს აჩვენებს იმას, რაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო შეთანხმებული, უკვე დიდი ხანია სინამდვილეში აღარ არსებობს. და ეს უნდა გავიაზროთ უბრალოდ ყოველთვის ქართულმა საზოგადოებამ. რომ აქ ინტერესები, ეროვნული ინტერესები, თითოეული ქვეყნის ინტერესები არის უკვე წინა პლანზე წამოწეული. და როდესაც ამ დროს ჩვენ ხედავთ ჩვენს მრუდე უსამშობლო ქართველებს, რომლებიც ამის ფონზე კიდე სხვა ქვეყნების დროშებს აფრიალებენ, ხომ უნდა მიხვდნენ უბრალოდ როგორ აცდენილი არიან, არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ეპოქას არიან აცდენილი, დროს არიან აცდენილი, სხვისი დროშის მოფრიალე მრუდე ქართველები ამ ქვეყანას ვერ წაადგებიან. ეს არის მთელი იდეა. რაც მოხდა თქვენთვის მისაღები აქ მაყოფილი ხარ ბრძოლ. ჩვენი შტატების ამ პოლიტიკას, ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით, ჩვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩვენ ეს კითხავთ, ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფარი არის სამწუხაროდ, არის მუდმივ დაღმასვლაში და ხედავთ რომ არა კანონის უზენაესობა, არამედ ძალის უზენაესობა არის. ის ფარისევლობა, რასაც თესავდნენ სამწუხაროდ დასავლეთიდან მათ შორის და კვლავ თესავენ სამწუხაროდ ბრიუსელის დაფინანსებით, როდესაც კანონის უზენაესობაზე მაღლა აყენებენ საკუთარი ძალის უპირატეს უზენაესობას, ამას აკეთებენ დღეს საქართველოში, როდესაც მოლოტოვის კოქტეილის სროლელი კი არ უნდა დაისაჯოსო. ევროკავშირის დროშა რო ეჭირაო მოლოტოვის კოქტეილის მსროლელსო, ამიტომ არ უნდა დაისაჯოსო, იმიტომ რომ ჩვენ ძალა გვაქვს ახლა და ზეწოლას მოხდეთ საქართველოს და აი მიიღეს ამის შედეგი, რაც თვითონ დაწესეთ ისა. ამ სპეცოპერაციის არა. საერთაშორისო სამართალზე საუბრობთ. კიდევ ერთხელ ჩვენ შეიძლება ვერატყოთ, მაგრამ საქართველოს არ არის გლობალური ძალა, რომ გლობალურ პროცესების შეფასებას ჩვენი მხრიდან რაიმე მნიშვნელობა გქონდეს. ჩვენთვის მნიშვნელობა ქვეყანაზე პირიქით გავლენა. ხო და ეს ჩვენ კიბათ და გეუბნებით ამას. პირველი, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს. მეორე, ყველა მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მესამე, ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს. და ის ვეღარასდროს ასეთი პოლიტიკით ვეღარასდროს გახდება გლობალური ძალა. აი ეს არის, რასაც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რასაც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და უცხო ქვეყნების დროშების ფრიალის ნაცვლად ხელში ავიღოთ საქართველოს დროშა. ყველა მიუბრუნდეს ქართულ ღირებულებებს, ჩვენ შევხედეთ, რომ
უცხო ღირებულებები, აი უცხო ღირებულებებმა რა ქნა, აქამდე მიიყვანა ეს ყველაფერი. მივხედოთ ქართულ ღირებულებებს, დავეყნოთ იმას, რასაც თუნდაც პატრიარქი გუშინდელ ეპისტოლეში ამბობს ბევრ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით, იმ ზიზღის ენასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არის და ასე გავიხედოთ წინ. რაც შეეხება თვითონ მაგრამ ჩვენ გჭირდება მადუროს, რაც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტის, რაც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს დაკავებას, ქართველი მადურო ჩვენ გვიზრდის რუსთავის მე-12 ციხეში. ბატონო